კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონულ ცენტრში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩის მოადგილე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და იურისტებს შეხვდა. სპეციალურად ამისთვის ბათუმში, თბილისიდან და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებიდან კონსტიტუციონალიზმის საკითხებზე მომუშავე იურისტები ჩამოვიდნენ. საჯარო ლექციაზე ბრიტანეთის სახელმწიფო მოწყობისა და ქართული კონსტიტუციონალიზმის შედარება მოხდა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. ბრიტანეთის ელჩის მოადგილე მაკ მაკმილანი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ბრიტანეთში არსებულ სამართლებრივ სივრცესა და სახელმწიფოს მოწყობაზე ესაუბრა. საინტერესო იქნება დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლისაგან საკუთარი ქვეყნის კონსტიტუციით დანახულის ურთიერთობები, რომლებიც როგორც ხელისუფლებას შორის, ასევე ხალხსა და ხელისუფლების დონეზე არსებობს. ჩვენი მიზანი არის საზოგადოებასთან მოვაწყოთ მათი შეხვედრა, რათა გაეცნონ არსებულ წესწყობილებას, საქართველოს ამ ქვეყნის ურთიერთობებს და რა თქმა უნდა შესაბამისი კონსულტაციები მივიღოთ, თუ როგორ უნდა იყოს უფრო სრულყოფილი ჩვენი ცენტრის საქმიანობა, როგორ უნდა იყოს უფრო სრულყოფილი საკონსტიტუციო სასამართლო საქმიანობა. I think the British Constitution and the Georgian Constitution ძალიან საინტერესო წარიმართა. მე დღეს საქართველოს კონსტიტუციის ინგლისურ თარგმანს გავეცანი და ეს ძალიან საინტერესოა. ყველა კანონი ერთ დოკუმენტშია მოქცეული. ეს ბრიტანეთისგან სრულიად განსხვავებული სისტემაა, რადგან ბრიტანეთს არ გააჩნია კონსტიტუცია მსგავსი ფორმით.